მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. მადლობა განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც უკავშირს გამოხატავთ სხვადასხვა ფორმით. ღმერთმა თითოეული თქვენი ენერგია, ეს იქნება მატერიალური თუ ენერგეტიკული, მრავალგზის დაგიბრუნოთ სიკეთით და სიხარულით უკან. კომენტარებში შენიშვნა მივიღე საკმაოდ ისეთი სწორი სხვათა შორის და საკმაოდ ასე ვთქვათ კარგი ფორმით გამოხატული, რომ ხმადაბლა არისო თქვენი ჩანაწერიო და იქნებო ცოტა ხმამაღლა ისაუბროთო. არ ვიცი, მე როცა ჩემთან და ჩემი ოჯახის წევრებთან, ჩემს დასთან გადავამოწმე მაგალითად, რამდენად სწორად ისმოდა საუბარი და ჩემო დამოწდა მოკლედ სხვა ახლო მეგობრებმაც დამიდასტურეს, რომ ნამდვილად კარგად ისმის ჩემო კარგო და არ ვიცი, ვცდილობ რომ რაც შეიძლება გარკვევით ვისაუბრო და თან ტონალობაც ისეთი მქონდეს, რომ თქვენამდე ადვილად მოსატანი იყოს ინფორმაცია. რაც შეეხება მეორე შენიშვნას, მე მესმის თითოეულ ადამიანს პატივს ვცემ და იმ ადამიანსაც განსაკუთრებული მადლობა, რომ საერთოდ რეაქცია გამოხატა, ხო? გასწიეთო კამერაო, ძალიან ახლოს ჩანსო ყველაფერი, ვერაფერს ვერ ვგებულობოდა. ადრეც მქონდა ერთი ასეთი კომენტარი ჩემი მხრიდან და ახლაც განუმეორდები. ოღონდ არანაირი ოპონირება, არანაირი კონფლიქტი, არანაირი ესკალაცია, უბრალოდ გირჩევთ მეგობრებო, როცა მეორე ადამიანს რაღაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავთ, სწორი ფორმით მიუდეკით. ხო, ძალიან მარტივია. მადლობა, მაგრამ აი ეს ასე იქნებ გასწოროთ. ხო? თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არც არაფერი მაკლდება საყვარელო და დღეს ვეცადე კიდეც რომ რაღაცნაირად ფოკუსი ისე დამეყენებინა, რომ არკანები მაქსიმალურად გამოჩენილი იყო. ხო, დღევანდელ თემას რაც შეეხება, ეს არის მისი პრობლემები. ანუ რეალურად რა პრობლემების წინაშე დგას ადამიანი და რა უშლის ხელს თქვენთან ურთიერთობაში. ფულის ტომსიკა, ანგელოზის გასაღები და ალადინის ლამპარი. პირველი, მეორე, მესამე აირჩიეთ ვარიანტები და დავიწყოთ. აბა ნახოთ, ჯერ საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი. მე ჩემს დასტას ვერ ვეშვები მაინც. მაგრამ მოვიხმარ მეორე დასტასაც საჭიროების შემთხვევაში. ნახოთ აბა ვინ არის ეს ადამიანი, ვინც ჩვენ გვაინტერესებს. ხმლების დედოფალი. ხმლების დედოფალზე უამრავჯერ მაქვს დასაუბრალი და სხვაჯერ ერთ-ერთ პირად კონსულტაციაში ერთ-ერთ გოგონასთან მქონდა ზუსტად საუბარი. ტაროს რა უნდა, ხო, ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ რა პრობლემაა, ახლა ტაროს დავიჭერ და ვისწავლი. სულ რომ ტაროლოგთან არ მიხვიდეთ მეგობრებო და კურსები არ გაიაროთ, მენდეთ ინტერნეტში ისერჩება აბსოლუტურად ყველა დასტა თავისი არკანებით და ანოტაციებით, გაიდბუქებით, PDF-ებით და შეგიძლიათ ძალიან მარტივად მონდომებულმა ადამიანებმა ჩავსხდეთ და ისწავლოთ, მაგრამ ეს არ იქნება ის, რაც ზოგადად ტაროსთან ურთიერთობას სჭირდება. ტარო ჯერ ერთი რომ ყველას არ ესაუბრება, მერე მეორე ინფორმაციის ნაკადი კიდე სხვა ვიბრაციებს და სხვა სიხშირეებს საჭიროებს, ასე რომ მარტივად გადაწყვეტთ ეზოთერულ სისტემაში შესვლას. ნახეთ, აი მაგალითად რომ დასვან პირველად ადამიანი მატარებელზე, თვალები აუხვიონ და უთხრან, რომ ახლა შენ აი მიგითითებთ, რომ ფეხი აი აქეთ ამ დისტანციით, ხო, აი ამ პერიმეტრზე უნდა გასწიო მარჯვენა ფეხი და აქ რაღაცა ესეთი პედალი შეგხვდება, იქ დააჭირო და მე რაღაცა აქეთკენ მარცხენა ხელით რაღაცა მოგხვდება, რომელიც უნდა სიჩქარეებში ჩააგდონ, მოკლედ, ხო, ან სულაც პნევმატიკებით უნდა მართო რაღაცა, ხო, ან სენსორებით, არა აქვს ამას მნიშვნელობა.
ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია მოხდება და ორჯერ უარესია და სამჯერ უარესია, როცა მსგავს სისტემაში ჯერ თავის თავსა და გარემო პირობებსა და ბუნებასთან შეუცნობელი ადამიანი შემოიჭრება. საერთოდ სხვას რომ დაეხმაროთ, ჯერ საკუთარ თავს უნდა იცნობდეთ, მერე ბუნებას უნდა იცნობდეთ, სამყაროსთან რაღაცა გარკვეული კონტაქტები და ანგარიშები უნდა გქონდეთ, სწორად გამიგეთ მეგობრებო, რასაც გეუბნებით, აბსოლუტურად თქვენად ვსაუბრობ, იმიტომ რომ უამრავი პრაქტიკაში უამრავი შემთხვევა არსებობს, როცა აბსოლუტურად პიროვნული რეაქციები მიგვიღია, ხო? ამიტომ ცოტა ფრთხილად. ხო, რისი თქმა მინდოდა ამ ხმლების დედოფალმა რამდენი მასაუბრა, ხო? ხმლების დედოფალი რა არის? ზოგადად ეს არკანი სიგნიფიკაციასთან მიმართებაში საკმაოდ გონებამახვილ, საკმაოდ ჭკვიან, საკმაოდ როგორ ადამიანს ნიშნავს, იცით, სხვაჯერს მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა განქორწინებულიც იყოს. ნუ განქორწინებული თუ არ არის წყვილში ერთი, ხო? ანუ ქმარი მყავს და ქმარი არ მყავს, ან ცოლი მყავს და ცოლი არ მყავს, ნუ რაღაცა იგივე მომენტი, ხო? უამრავია მეტად საუბედუროდ დღევანდელობაში მსგავსი ტიპის ოჯახები. ადამიანი, რომელიც პირად ცხოვრებაში მთლად იღბლით ვერ დაიკვეხის, მაგრამ კარიერულ ნაწილში საკმაოდ ისეთი გადადგმული ნაბიჯები უკვე უდევს, ასე ვთქვათ, ანგარიშზე და შესაძლოა მმართველიც იყოს რაიმესი. ოღონდ როგორი ტიპაჟის ადამიანია, იცით, თავდაცვა ყველაზე საუკეთესო თავდასხმა, ამ ლოზუნგით რომ მოქმედებს, ხო? კიდევ ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანები, მოდი ვნახოთ. რა ხდება ფინანსებში გვიჭირს? თუ ზოგადად ბუნებით ხასიათით ღარიბი ადამიანი არიან, მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ, ძალიან შეძლებული ადამიანები მილიონი რომ მისცეთ, იმდენსიც უწუნებენ მაინც და ანუ თვითონ შინაგანად ღარიბი ადამიანები არიან, მიხვდით? არაფერი მათთვის საკმარისი არ არის. ეს ცოტა სიღრმეებში სასაუბროთ, რატომ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი და რა გავლენები აქვს, თქვა, წინაპრების კარმას და მიმდინარე კარმას და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ახლა ამ წიაღსვლებში მე არ ჩავალ. ნუ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცის დაუკმაყოფილებლობის მომენტებშია, მუდმივად რაც არ უნდა მისცე, მუდმივად რომ გაჭირვებული სიტუაციის სტრუქტურაში ზის რა, დაახლოებით ესეთი ადამიანი. და კიდევ ვინ არის? ხო, ადამიანი, რომელიც სხვათა შორის ყოველთვის მიილტვის უკეთესობისკენ და ეს ამას არ გამორიცხავს პირიქით ამის ლოგიკური გაგრძელება, იმიტომ რომ სულ მეტი და მეტი ხომ, ანუ ხმლების მასტში მინდა გითხრათ, მეგობრებო, რომ ეს არკანი, 6-იანი ხმლები ყველაზე ისეთი დადებითი ემოციის მატარებელი არკანია. ანუ აქ ხედავთ თქვენ ხომ ანგელოზი ფარვიში მოიხსენიება სუფიების ტაროში, ანუ შუაში ნახეთ ღვთიური სინათლე გული და ანუ რაღაცა სამყაროს რწმენა, თითქოს როგორი მომენტი აქვს, იცი, რომ ამას დავაღწევ თავს და უფრო მეტისკენ წავალ. ყოველ შემთხვევაში ერთ ადგილას შეჩერებულ ადამიანს და ჩამოყრილ ადამიანს მე ვერ ვხედავ, თუმცა საჯაროა გაშლა და ვიტყვი, რომ შესაძლოა ფინანსური პრობლემებიც გქონდეს ამ ადამიანს. განურჩევლად მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები, კარგით. ნახოთ ახლა რა პრობლემები აქვს ამ ადამიანს ამ ეტაპზე, თქვენთან დაკავშირებით არა, კონკრეტულად ამ ეტაპზე, რა პრობლემები აქვს ამ ადამიანს. ხო, არ გამოვრიცხავ, რომ სამკუთხედის ენერგიები აქ ტრიალებდეს, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს და უბრალოდ ვთქვათ, რომ ადამიანი გულგატეხილია, ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდა, რამაც აბსოლუტურად შეარყია მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით პირადი, ხო, გული მოდის აქ წინა პლანზე და გულს არტყამს, ასე ვთქვათ, და ადამიანი არის აბსოლუტურ სტაგნაციაში, აბსოლუტურ სკეპტიციზმში გადავარდნილი, ხო, კიდევ აბა როგორ ენერგიებშია.
ну ახლა ამას დღევანდელ პერიოდს საქართველოში განსაკუთრებით ლაიტმოტივად გასდევს ხო სუფრები და შენ გენაცვალის ადგილგზელოები და მოვედი წავედი ხო ვესტუმრემ იმას პინწლა და ასე შემდეგ ну რა ენერგიებშია რაღაცა ისეთი სამეგობრო სიტუაცია რაღაცა სუფრები რაღაცა სადღესასწაულო ფონი არის კი ბატონო ისევ მიმეორდება არ გამოვრიცხავ რაღაცა გარკვეული ტიპის ფლირტის მომენტებიც გქონდეს ესეთი ზედაპირული მაგრამ ადამიანი არის განულების პროცესში ადამიანი გადის რაღაცა ძალიან დიდ ტრანსფორმაციას და იმდენად დაღლილია რეალურად რომ მოდი რა რაც იქნება აი იქ სიგნიფიკაციაშიც გქონდა რომ რაღაცა კონკრეტულ მომენტში ანგელოზს მივენდე თითქოს ხო და აქაც აი როგორი მომენტია იცით რომ რაც იქნება მე ამ ჩემს ტვირთს ვყრი აღარ მინდა მისი ტარება და რაც მოხდება მოხდეს ნუ დაახლოებით ეს ენერგიებში რომ არის ადამიანი კიდევ დაკიდებული მამა ორი მაღალი არკანი ორივე ტრანსფორმაციის ორივე ახალი შანსების თავის თავში რომ მოიცავს ხო ახალ შანსებს სხვათა შორის საკმაოდ კარგ პოზიციაზე მიფიქსირდება ამის ენერგია იმ კონტექსტში რომ დაკიდებული მამაკაცის არკანით ძალიან ხშირი დიდ პროცენტულად ძალიან ხშირია როცა უკეთესი შანსები ჩნდება და ახალ საფეხურზე გადაყავთ ხოლმე ზოგადად სამყაროზე მაღალძალებს ადამიანი ну ადამიანი რაღაც იზოლაციაში არ ვიცი შესაძლოა პირდაპირ მნიშვნელობით გისოსებს მიღმა იყოს შესაძლოა ავადმყოფობდეს ესეც ახლავს ამ არკანს მაგრამ მეორე მომენტია კიდევ მეგობრებო სუფის ტაროში ამ დასტაში ცოტა სხვანაირად არის ნახეთ ადამიანს აქვს თვალები ახვეული და ეს გისოსები აბსტრაქცია თუ რეალობაა ეს ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ არის შესაძლოა ადამიანი თავის ილუზორულ გისოსებშიც კი იჯდეს ან ესეთი ენერგიები გქონდეს ახლა და რა ენერგიები აქვს კიდე ну რა ენერგიებია რაღაცა სტაბილური ამას ოჯახი აქვს მე ვერ ვიტყვი რაღაცა ესეთი ენერგიები მომდის არ დაკადიდანაც ამ ინფორმაციას ვიღებ რომ აქ ამას ოჯახი უნდა გქონდეს რაღაცა სტაბილური სიტუაცია სადაც დღესდღეობით რაღაცას აღნიშნავენ რაღაცა ხენა რაღაცა ну კარგი პოზიტიური მომენტია თვითონ იქაურ კლიმატში ოჯახის ფსიქოკლიმატს ვამბობთ რომ ისას არა და აი გადმოხდა ერთი არკანი მეორე არკანი და მესამე არკანი ეს რაც სიგნიფიკაციას და ეს მეოთხეც კი ერთდროულად ამომყვა ნახეთ ადამიანი ხო რაც სიგნიფიკაციაში ამოვიდა ადამიანი რაღაციდან წასვლას ფიქრობს რაღაცის გაცლას ფიქრობს რაღაცის შეცვლას ფიქრობს ცალსახად იქ ტრანსფორმაციების არკანთან ერთად კომბინაციაში მით უმეტეს კიდევ მაგრამ ადამიანი ამავდროულად არის მეგობრებო როგორი მომენტიც თავის შინაგანი ბავშვი ჯერ დაკარგული არ ყავს თავის გლუბრ ყვილობასთან რაღაცა ემოციური ბმები კიდევ აქვს და აი რაღაცა როგორ აგიხსნათ ბავშვური გადასახედიდან უყურებს თითქოს აი როგორი ინფორმაცია მომდის ახლა იცით რომ აი დამაბრუნეთ ბავშვობაში იქიდან ოცნებები აბსოლუტურად სხვანაირი ჩანდა ხო ჩემი მომავალი აბსოლუტურად სხვანაირი ჩანდა რაღაცა ესეთი ინფორმაცია მომდის და რა ენერგიებში რაღაცას ჩქარობს ადამიანი რაღაცა ძალიან უნდა რომ დროულად გადაწყვიტოს დროულად აი აქ ჩქარა აი ეს მომენტი აქვს და ну ათიანი ხმლებიო ხო და აქ დააკვირდით ხმლები გოგონას გარშემო და არც ერთი ხმალი მის თავზე ან მის სხეულის რომელიმე ნაწილში არ არის ხო აქაც გოგონას თავი აქვს ჩარგული და აქაც ჩნდება სუფისტაროს დასტაში განცდა იმის რომ ნეტა მართლა ასია თუ არ არის ასე ამისი რაღაც ესეთი ილუზიებია თუ არა და აქ დააკვირდით მეგობრებო ხმლების უკან უცხო პლანეტელი რაღაცა ესეთი მსგავსი ტიპის წარმონაქმნებია ხო თითქოს რაღაცები მოდიან და ეს ხმლები კიდევ ორ მაგ კითხვის ნიშანს აჩენს ეს ხმლები ამათ განიცავს ამ გოგონას თუ პირიქით ეს ხმლები ამ გოგონას ურტყამს მიხვდით აი ძალიან მრავალმხრივი დასტაა სუფისტარო იმიტომ მიყვარს ცოტა კარგად ჩამოყალიბებული და ესე აი ჩატკათ მაპატეთ ამ სიტყვაზე უკაცრავად ანუ აი გამოკვეთილი ენერგია გამოკვეთილა თვითონაც არ იცის რა უჭირს მიხვდით
და ახლა მოდით ვნახოთ რა პრობლემები აქვს თქვენთან დაკავშირებით. თქვენთან დაკავშირებით კონკრეტულად რა აფერხებს და გადმოფრინდა არკანი. რა არკანია ვნახოთ? შეყვარებულების არკანი. ხაჭერის მე არაერთხელ მithქვამს, რომ სუფის ტაროში ყველაზე ნაკლები არჩევანი, თუმცა მაინც არის. განსხვავებით, ვთქვათ, ის რა ქვია, ველური ანარეკლების ტაროში, ხო, რეფლექსების ტაროში, იქ ცალს პირდაპირ მნიშვნელობით შეყვარებულების არკანი მართლა ემოციების და მართლა ურთიერთგაგების არკანია, მაგრამ სუფის ტაროში მაინც გვაქვს არჩევანის მომენტი და რატო გეტყვით, ნახეთ, გოგონა იყურება სხვა მხარეს, ბიჭი გოგონას არ უყურებს, თვალდახუჭულია. დააკვირდით მეგობრებო, ნახეთ, ანუ ესენი ერთმანეთს კი არ უყურებენ, თვალებით კონტაქტი კი არ დგება, სხვადასხვა მხარეს იყურებიან აბსოლუტურად და ცოტა გაურკვეველია მაინც ის ენერგია, რას ფიქრობენ, ხო, ეს ადამიანები. შესაბამისად, თქვენთან დაკავშირებით მე რატომღაც მომივიდა ეს ენერგია პირველივე მომენტში და დავაფიქსირე და გავაჟღერე, რომ აქ ოჯახი მიფიქსირდება, აქ სამკუთხედის ენერგია მომდის თქო, უბრალოდ ბევრი არ ვისაუბრო, იმიტომ რომ არ გავასწრო მოვლენებს თქო, მაგრამ ნუ ახლა ვერ შევცვლით ხო რეალობას. კარგით, არჩევანი ცალსახად აქვს, ამიტომ კი ბატონო. აქ თქვენ დისტანციაზე ხართ, აქ თქვენ ახლა ამ ეტაპისთვის შესაძლოა დიდი მანძილიც გაშორებთ ერთმანეთისგან, მაგრამ თუ მანძილი არა, ცალსახად დისტანცია გაქვთ. მე ძალიან ბევრი მაქვს ნასაუბრალი სუფის ტაროს დასტაში ვარსკვლავის არკანზე. ეს არის სასწაული არკანი. დააკვირდით, გოგონა მიდის თან განსხვავებით კლასიკური დასტებისგან, აქ ეს გოგონა ჩაცმულია. ნუ აღმოსავლური ელემენტები და შტრიხები გასაგებია, ხო? და გოგონას ორი დოქიმი აქვს, აქ სტიქსის მდინარეა, ამაზეც არაერთხელ მისაუბრია, რომელიც ეგრეთ წოდებული გამყოფი მიიჩნევა ხო სხვადასხვა ენერგიების შორის და აქ არის დიდი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც სუფიებში არის ღვთაებრივი შუქის ამსახველი, ხო, და აქ უამრავი სხვა მანათობელი ვარსკვლავი, აქ კიდევ არის ეს პატარ-პატარა ციმციმა ვარსკვლავი, რომლებიც გვახსენებენ იმას, რომ ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში არის გამოსავალი და არის ნათელი მხარე. ერთი დოქით გოგონა ღვრის წყალს, მეორე დოქით იღებს, ანუ ცირკულაცია ხდება ენერგიების, ხო? და ეს ამ მომენტში გარკვეულწილად ენერგეტიკული დონორია ადამიანისთვის. ანუ მას სასიცოცხლო ენერგიის მიმცემია ეს ქალი თუ მამაკაცი, აი მეგობრებო, ბიჭებო, 11% ხართ, ვინც მიყურებთ. 99% სტატისტიკაში არის ქალბატონები. ამიტომ შე შემთხვევაში ვსაუბრობ ხოლმე ქალბატონების მისამართით, მაგრამ თქვენს თავზე მოიგეთ, ხო, აქ ცალსახად თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ ბიჭებმა პირდაპირ მნიშვნელობით ქალზე და ქალბატონებმა, გადაათამაშოთ, რომ ეს მამაკაცის მომენტით, ხო, ანუ ჩვენ ვკითხულობთ კონკრეტულ ადამიანის პერსონაჟს. სქესის იდენტიფიცირებას არ ვახდენ, ხო? და კიდევ თქვენთან დაკავშირებით რა ენერგიები აქვს? ღამეები არ ძინავს, ოღონდ მართლა. აი როგორი მომენტი აქვს, იცით? აი ეხლა მე რა გავაკეთო, ახლა რა ვქნა. ილუზორულად თუ რეალურად უამრავი ბარიერი აქვს თქვენთან, თვითშექმნილი თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარემოებიდან გამომდინარე, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანი არ არის კარგად. ადამიანს არ ძინავს, ადამიანს აბსოლუტურად მოსვენება აქვს დაკარგული და ვერ ხვდება რანაირად. კიდევ აბა მითხარით რა ენერგიები აქვს, ხო, ეტლის არკანს სულ ვამბობ, მეგობრებო, რომ განსაკუთრებით სუფის ტაროში შეხედეთ, ბიჭი, აი ადარდე, აი ესეთი ენერგიებით, ერთი ფეხით არის, იმაზე რა ქვია, შავ ბედაურზე, მეორე ფეხით თეთრ ბედაურზე, არა ეტლი, არა კოფო, არა სადავე ხელებ გაშლილი, აი წონასწორობას დაიცავს თუ არა, კაცმა რო არ იცის, ხო? და რაღაცა მაღლა იყურება, ანუ რისი თქვა, აქ რისკები ძალიან დიდია იმის, რომ ბალანსი დაგაგოს,
უკანასწორობა დაკარგოს და ბედაურებმა საერთოდ უკან მოიტოვონ, ხო, მხედარი. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ხა გამოფრინდება და ჩაგეხუტებათ და არა. სურვილი შეიძლება ძალიან დიდი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ სწორად არ მართა საკუთარი გზა, ანუ ის ენერგიები, ორნაირი ენერგიები, ხო, რასაც ეტლი მოიცავს, მაშინ შეიძლება აბსოლუტურად ფატალურად დასრულდეს სიტუაცია, ხო, და არა ისე როგორც მას უნდა. ნუ კოშკის არკანი. დააკვირდით მეგობრებო, ძალიან მინდა გაამახვილოთ ყურადღება. 5 არკანიდან 4 მაღალი არკანი დევს თქვენთან დაკავშირებული ენერგიებზე და 4-ვე აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგიის მატარებელი. ძალიან საინტერესო გაშლა. პირველი ვარიანტი respect, არ ვიცი, მართლა არ ვიცი ვინ ხარ და ვინ არის ის მეორე მხარე, მაგრამ როგორც წესი, ჰაერიდან არც ვივა ხოლმე ასე მაღალი არკანები, ასე ერთბაშად, ერთფასლად. კოშკის არკანი. დააკვირდით მეგობრებო, აქაც კოშკის თავი მომსხვრეულია, ხო? და ვარდება. ნუ ფაქტია, გადავარდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირი მზიდი, არანაირი მჭიდი აქ არ არის. მაგრამ აი ზუსტად ის მზიდი კედელი და საძირკველი ყარად დგას და ამას არაფერი ემუქრება. ის რაც მოიმსხვრა, მაგრამ საძირკველი ჯერჯერობით არის. ანუ რის თქმა მინდა. ტრანსფორმაციის შემდეგ არის პერსპექტივა იმის, რომ რაღაც ამ ყველაფერზე დააშენდეს და აი თქვენს თვალწინ გადმოფრინდა არკანები და დაჯდა პენტაკლების მეფე. ბატონებო, მე ხომ არაფერი, ფაქტია. მე არ გეუბნებით ვიტყვი და მე მომდევს ხოლმე ეს ტაროს არკანები. არ ვიცი, ან თქვენ ხართ დაკავებული, ან თავად არის დაკავებული, საჯაროა გაშლა და მე სხვა გზა არ მაქვს, ეს ან სიტყვა მე აი ბძულს რომ იტყვიან, რასაც ქვია ტაროს გაშლისას, მაგრამ საჯაროა გაშლა და მე სხვა გზა არ მრჩება. ან შეიძლება საერთოდაც ოთხკუთხედია და ორივე მხარე დაკავებული ხართ მეგობრებო. კიდევ გასაგებია всё უკვე. გასაგებია. კლასიკურ დასტებში მთვარის არკანში ხშირად ფიგურირებს ქალი. ხო? პირიქით ან მთვარისკენ მიდის, ან არ აქვს ამ მნიშვნელობა. სუფიების ტაროში მთვარე წარმოდგენილია ნახევარ მთვარით, ანუ აი მთვაც შევსებული რომ არ არის და წარმოდგენილია არა ძაღლით და მგლით, როგორც ძირითადად აქ ორი მგელია. ეს მგლები არ არიან თავაწეული და არ შეყმურიან მთვარეს, როგორც კლასიკურ დასტებში. დააკვირდით, აბსოლუტურად მშვიდად წყნარად უყურებენ მდინარეს და თითქოს რაღაცის ამოცნობას, რაღაცის გარკვევას ცდილობენ, ხო? რაღაც დაფარული ინფორმაცია თქვენ შორის არის. რაღაცა გარკვეული რისკები, გარკვეული შიშები, გარკვეული ფოთვები. არ არის თქვენი ურთიერთობა მარტივი, არ არის თქვენი ურთიერთობა ისეთი, აი რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და რომ არსად კითხვა, არა, უამრავი კითხვის ნიშანი აქვს თქვენთან მიმართებაში. თქვენთან ენერგიებს როცა ვკითხულობ, ხო? შიში, შფოთვა, რაც წინამდებარე არკანებმაც მაჩვენა, მაგრამ რაღაცას ან თქვენ მალავთ, ან ეს მალავს. რაღაცა ყოველ შემთხვევაში გამხელილი, ბოლომდე სწორი დამართლები ერთმანეთთან არ ხართ და კიდევ ერთიც და ხო არ ვიცი, შესაძლოა მივლინებაში იმყოფებოდეს ეს ადამიანი, შესაძლოა სხვა ქვეყანაში რაიმე ბიზნეს მოლაპარაკებით იყოს, ან თქვენ იყოთ წასული, ან ფიქრობდეს რაღაცა ტერიტორიის შეცვლას, საქმის დაწყებას, რაღაც არ ვიცი, ცვლილებას თავისი ლოკაციის. და მოდით ვნახოთ ახლა ასეთი შეკითხვა. მისი ენერგეტიკა რა მდგომარეობაში? რა ხდება მის ენერგეტიკაში? ჭირდება დახმარება, რამე არის, არ არის, აი ეს ვნახოთ, აბა მოდით. რა ხდება მის ენერგეტიკაში? ხო, ნუ მის ენერგეტიკაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ რაღაც ფინანსური ბლოკების მომენტი არის, ეს შესაძლოა მოდიოდეს წინაპრებიდან, მეგობრებო, შესაძლოა. ნახეთ, ერთი რამე მინდა სწორად გაიაზროთ თითოეულმა თქვენთაგანმა. ადრე, სხვა შორის ქართული ხალხური ანდაზები გსმენიათ ალბათ, ხო?
პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოხსჭრა კბილები, ხო? ადრე კი ბატონო შთამომავლობაზე შიშობდნენ ხოლმე, რომ აი შვილთა შვილებს გადაეცემათ ეს ცოდვა და ვაი და უი. ახლა იცით რა ხდება? ახლა ბევრად გართულებულია სიტუაცია, იმიტომ რომ ძალიან გადაჩქარებულია დრო, თქვენ იცით რომ მარტივად გაზომვადია, ხო? დედამიწის ღერძის ბრუნვის ჰერცები და აბსოლუტურად სხვა ციფრებია დღესდღეობით, ვიდრე იყო 5 და 7 წლის უკან. ანუ რისი თქმა მინდა, დღეს ჩვენს გაკეთებულს 2 თვეში, 2 წელიწადში ვიმკით უკვე და 2 დღეში ვიმკით. და მეტი შენ საკუთარ შვილზე მოიმკა. და ეს ასმაგი უბედურებაა, ხო, როგორც ამას შენ ყველაფერს და კიდევ იმისი ცოდნა და იმისი ჭკუა არ ყოფნის, რომ გაიაზრო ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიან რთულ ბადეში ვართ, ინფორმაციულ ბადეში და ენერგეტიკულ ბადეში მოქცეულები დღეს. ამიტომ კაცმა არ იცის ამ ადამიანს აი ეს პრობლემები საიდან მოსდის, ხო? იმიტომ რომ ეს მე მის სიგნიფიკაციაშიც დამიფიქსირდა, ნახეთ. ეს მე დამიფიქსირდა მის სიგნიფიკაციაშიც. ახლა ვუყურებ დროს და უკვე 27 წუთი მიდის, მე სწორად მეტყვის ვიღაცა რომ შენო პირველ ასე რა ქვია, ვარიანტს ძალიან დიდ დროს უთმობ და აბსოლუტურად სწორი იქნება ის ადამიანი. მაგრამ ნუ რა ვქნა, აი მიმიყოლიებს ხოლმე, ხო? აქვს მას ენერგეტიკაში ძალიან სერიოზული პრობლემა, გაბომჟებულია ადამიანები, მეგობრებო. აი რა გითხრათ, ნახეთ რა ხდება მის ენერგეტიკაში, აბსოლუტური სტაგნაცია, აბსოლუტური ნგრევა. კი ბატონო, ხმლების მეფე არის ჯერჯერობით თითქოს ინარჩუნებს თავის პოსტს, მაგრამ აქაც დააკვირდით, ხმლების მეფე ფეხზე კი არ დგან, რაიმე იმაზე კი არა, წამოწოლილია, თითქოს დაიღალა და ხმალით ჩამოშვებულია. შეხედეთ, ეყურება აბსოლუტურად სხვა ჰორიზონტისკენ, თითქოს რაღაცა შველას ითხოვს. კიდევ მანახე. ნუ აი რაღაცა იცის, მაღალი არკანებით შემთხვევით არ ფიქსირდებოდა ხო ის ენერგიები. თითქოს აი ამ შიხებიდან და ჩაკეტილობებიდან უნდა გამოსვლა რაღაცა, აი ეს გულის მიმდებარე ტერიტორია, ხო ეს გულფილტვის ჩაკრები, ეს რაც არის მთავარი სასუნთქი, სასიცოცხლო მამოძრავებელი სისტემა, ხო? ეს ჯერ კიდევ ნახეთ ყვითელში ეს სისწნულის ტერიტორია, მაგრამ ზოგადად თავზე კვერთხები ფრინავენ, ხო? და ანუ არ არის ეს ადამიანი კარგად მეგობრებო. ეს ადამიანი კარგად არ არის. კაცმა არ იცის მის თავს რა ხდება. ერთი რამ დაიმახსოვრეთ მეგობრებო, რომ მაგრამ არა, ხა ამაზე ძალიან შორს წავიყვანს ეს საუბარი და მე იყოს და კიდე აი რა გადმოხდა თვითონ, ხო, ამომიტრიალ და აი გადავხედოთ. ბედის ბორბალი. შესაძლებლობები ამ ადამიანს სასახად ჰქონდა, არადა. უყურეთ, თასების მეფეც იყო, სისავსეც ჰქონდა, პენტაკლებიც სოხრად და ბევრად, ხო? ნუ ოხრად ცუდ კონტექსტში არა, ანუ ძალიან ბევრი. ამისი თქმა მინდოდა და არ შესაძლოა ასაკით პატარა იყოს, ან თქვენ იყოთ რაღაც ასაკობრივი მომენტიც იყოს თქვენ შორის, მაგასაც არ გამოურიცხავ. მაგრამ ამ ადამიანს აქვს ძალიან სერიოზული ენერგეტიკული პრობლემა. მისი ენერგიები მაქსიმალურად არის დაბინძურებული. აი კიდევ 1-2 არკანს ამოვიღებ მეგობრებო და თვითონ ხდება. ნუ აი რა გავაკეთო, თვითონ ფრინავს არკანები. ნახეთ, აი იმპერატრიცა თუ ყავს სახლში, არ გამოურიცხავ რომ ამ ადამიანიდან აგერ მოდიოდეს ეს მთელი ამბები, შეხედეთ. აბსოლუტური გასვლა მენტალური ჩარჩოებიდან. კარგით. მადლობა პირველ ვარიანტს და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, თორემ ძალიან ბევრს მოითხოვს კიდე საუბარს. ვინ არის მეორე ვარიანტი? აბა მანახე. ვინ არის მეორე ვარიანტი? ადამიანი, რომელიც ძალიან ძლიერია, ძალიან ჭკვიანია,
ძალიან შემდგარია და ძალიან ღრმად მოაზროვნეა. სულ რომ დიპლომი არ ქონდეს, 100 დიპლომიანს რომ აჯობებს თავისი კულშინაგანი კულტურით, თავისი ცნობიერებით და თავისი სიღრმეებით. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს. ადამიანი, რომელსაც ესმის მიზეშედეგობრივი ამბები და სულ რომ აკაშის ქრონიკებზე არაფერი ქონდეს მოსმენილი და სულ რომ კარმა გაგებული არ ქონდეს, შინაგანად იცის რას რა მოსდევს ამ ცხოვრებაში. კიდევ ვინ არის ეს ადამიანი? ხო, ზოგადად ცოტა ალბათ დეპრესიული ფონისკენ მიდრეკილი ადამიანი, ანუ არ მინდა ხა ენერგიებზე გავამახვილო ყურადღება, მე სიგნიფიკაცია მჭირდება, მაგრამ რატომღაც ენერგიებს მიყვება და აგერ ისევ ეს არკანის მაგით მასე მოდის. იცით რა, ეს ადამიანი შესაძლოა ზედმეტად თავდაჯერებულია, ზედმეტად ამაყი, ცოტა ამ პარტავნებაშიც რომ გადადიან ხოლმე და იმათენად ჯერა საკუთარი თავის, რომ თავის ილუზიებსაც ნახეთ სუფის ტაროში, სულ ვამბობ, რომ გოგონა არის თვალახვეული და მის წინ არის გისოსები, კაცმა არის ეს გისოსები მის წარმოსახვაში არსებობს თუ რეალურად არის, ხო? ეს კითხვის ნიშანი ამ დასტაში, ამ არკანში არის. ეს ჩემი მოგონილი არ არის მხოლოდ, ხო? ეს რაც არის, არის. მაგრამ რაღაცა აქ მონდის ეს ენერგიები, რომ ადამიანი ცოტა დეპრესიული მომენტებისკენ კი არა, ნახეთ, საკუთარი შექმნილი და დაჯერებული სიტუაციებისკენ მიდრეკილია, იმიტომ რომ არებარება ეჭვის საკუთარი ემოციებში, ხო, ანუ თვითონ ასე ხედავს და მორჩა ეს ასია, აი დაახლოებით ეს და კიდე ერთი არკანი თაბარო ვინ, ну რატომაც ხმლების ენერგიებში ამონდის, არ ვიცი, თვითონ არის ძალიან კონფლიქტური და ძალიან მენტალურად აშლილი ადამიანი, ფსიქოლოგიური პრობლემების ფონი მიჩანს აქ, საჯაროა გაშლა და ამიტომ ეხლა ეს ზუსტად არ მინდა რომ ბეჭედ დასმულად თქვა. ან მეორე ვარიანტია მეგობრებო, რომ უბრალოდ მიდრეკილია ამ დეპრესიული ფონისკენ. თუ თქვენი არ არის ეს, აი მოიცეთ ეს თვით, გააგრძელებ ყურებას, ხო? თან მეორე არკანითაც ვიკითხოთ ერთი რას გვეტყვის, ხო? რა ხდება კაც როგორ ცვივა ეს არკანები, როგორ ეჩქარებათ დღეს საუბარი. აბა ვინ არის, ხო? ნუ აი The Temperance ზომიერება. და ზომიერება აქ დააკვირდით მეგობრებო, როგორი მომენტია, იცით, ადამიანი აქ მაქსიმალურად მიდრეკილია ბალანსისკენ, მაქსიმალურად მიდრეკილია ოქროს შუალედის პოვნისკენ, ნახეთ, ერთი ფეხით აქეთ სინათლეში, მეორე ფეხით სიბნელეში, ერთი ფეხით კარგამინდში, ხომ ზიანამინდში, მეორე ფეხით წარღვნაში, მაგრამ მაინც ამაყად ვთქავარ, ხელები გაშლილი მაქვს და მე ვიცი, რომ ორივე ენერგია საჭიროა ჩემთვის, იმიტომ რომ აი ეს თვლიანობა შედგეს. საინტერესო პიროვნებაა სხვათა შორის. აბა კიდევ ვინ არის მანახე, იმპერატრიცა. იმპერატრიცა, ანუ შეიძლება საკმაოდ შემდგარი იყოს, საკმაოდ ისეთი ოჯახიანი შესაძლოა იყოს, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამავდროულად შესაძლოა რაიმე საკუთარი ბიზნესიც ქონდეს, რაღაცას მართავდეს, არ ვიცი, რაღაც ისეთი მომენტი ქონდეს, აი უფროსი, ხო, ხელმძღვანელი, ეს ენერგიები აქ ცალსახად ტრიალებს და კიდევ აი რაც იმ დასტამმა ჩვენა, ხო, ილუზიები, რაღაცა ილუზორული მომენტები აქვს მეგობრებო, ცოტა მიდრეკილი არის, აქაც ხმლებია, ხო, მიდრეკილება აქვს იმისკენ, რომ რაღაცა კარგში, აი როგორი მომენტი აქვს, იცით, რომ სავსე ჭიქაში ნახევრად ცარიელ ჭიქას რო დაინახავს და არა ნახევრად სავსეს, ხომ გესმით, აი დაახლოებით ეგეთი. კიდე აბა მე აი ნუ კი ბატონო, ისევ ილუზიები.
ну ილუზიები არა, უბრალოდ რაღაცა გულგატეხილობა, ხო, თითქოს აი გაწვრიან რაღაცას და შენ ვერ ხედავ. აღარც კითხვა გინდა, არაფერი არ გინდა, რაღაცა უმადურობის განცდა გაქვს კიდე აი რაღაცა ვერ მოდის კარგი ენერგიები. კიდე ხმლები, მეგობრებო, ხო, ორიანი ხმლები. ხმლების ენერგია, აი დასტა შევცვალე და თქვენს თვალწინ არის, ხო, არკანები. ან თვითონ არის ძალიან კონფლიქტური, ძალიან აგრესიული და ცოტა მართლა გულწრფელად გეუბნები ფსიქოლოგიური პრობლემების ფონი, ან მიდრეკილია ზოგადად დეპრესიული ფონი სიტუაციებისგან. კარგით, რა ენერგიებშია ზოგადად? რა ენერგიებშია ზოგადად და ცდილობს ხათ შორის აქედან გამოსვლას, აშკარად ამისი სურვილი აქვს. სამყარო ძალიან ბევრ სიკეთეს აყრის თავზე, ეს თქვენ იცით, რომ ფინიკის ხე სიცოცხლის ხესთან ასოცირდება და ნახეთ გოგონას ხელის გატოკებაც არ ჭირდება, თავისით იცვია ფინიკები და ივსება კალთა და ეს აბსოლუტური სიხარულით შეხურებს ცას, ხო? მატერიალურად აქ ამ ადამიანს გაჭირვება არ უნდა ჰქონდეს. არა, ამას აქვს ძალა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საერთო ენა ნებისმიერ ადამიანთან იპოვოს, ხო, ნებისმიერი ადამიანის სუსტი წერტილი დაიჭიროს და მართოს ისე როგორც დასჭირდება. მაგრამ ცოტა ზედაპირული მიდგომები აქვს. ნახეთ, ეტლის არკანს საქმეს uvიმეორებ, რომ არ არის ეს აი ისეთი როგორი იცით, არ არის აქ აკადემიური მეეტლე, ხო? ანუ გამოცდილი მეეტლე, რომელ ეტლზეა, მეეტლეზეა ლაპარაკი, პირდაპირ ბედაურებზეა, ხო, შემხტარი ერთი ფეხით აქეთ, ერთი ფეხით იქით, რომელი როდის ბალანს დაარღვევს და ჩამოაგდებს დაბლა კაცმა არ იცოდეს, ხო? და თან თვითონაც სიუდარდელად მაღლა ხელებაწეული, აი საერთოდ არაფერი ადარდებს. შესაბამისად, ცოტა ის აი როგორი მომენტია, ეს რისკებს რომ არ აფასებს ადამიანი, ესეთი ადამიანი, არა, ნუ ფინანსურად აქ ძალიან კარგი მომენტები ამომდის, მაგრამ აი იქაც დამიფიქსირდა 4-იანი თასები იმ დასტაში წეღა რომ გავშევი და აქაც რაღაცა ემოციებთან დაკავშირებით ცოტა უმადურობის მომენტები მიფიქსირდება. რაღაცა არა, ანუ აი ვერ მომდის მეგობრებო და რა გავაკეთო, კარგი ენერგიები, რა ვქნა. თქვენ თუ არ არის, ნუ უყურებთ. თქვენთან დაკავშირებით რა ენერგიებში აბახა იქ ნახოთ. თქვენ ან ჯადოქრად მიგიჩნევთ გრძნეულ ქალად პირდაპირ მნიშვნელობით, ან მისი ფარული, მასთან ფარული ურთიერთობა გაქვთ და ან თვითონ სურს თქვენთან ფარული ურთიერთობა. ნუ ყოველ შემთხვევაში დააკვირდით ამ არკანს. ყველა ქრუმი ქალი სხვადასხვა დასტაში სხვანაირად არის წარმოდგენილი, ხო? თუ თქვათ სხვა დასტებში, ძირითადად დასტებში შუბლთან არის თავის მაინდ, ანუ აზრთან კავშირშია, ხო, ეს მთვარე გამოსახული ხოლმე. ამ ქალბატონს მთვარე მზის წნულთან აქვს ზუსტად. ბევრად უფრო ისეთ შინაგან ინტუიციასთან ახლოს, ხო? ეს მთვარე და თან შეხედეთ მაღლა ჰაერია, ცეცხლი ხო აქვს აქ მთვარის სახით, ფეხები წყალში უდგას და თვითონ ხმელეთზე, ანუ 4 სტიქიას აერთიანებს და მართავს. ადამიანი აბსოლუტურად სხვა განზომილებაში, ექსტაზში, სადღაც სხვაგან არის გადავარდნილი. ნახეთ, და აქ ყველაზე მეტი რაოდენობით არის წყალი წარმოდგენილი. შეხედეთ, როგორ მასშვება, ხო, ტალღები. ხო, ну, არ ვიცი, თქვენ რაღაცა მომენტს ეგეთი ენერგია მომდის, რომ თქვენ რაღაცა გრძნეულ ქალად აღგიქვამთ და თulis, რომ თქვენ არასტანდარტული ქალი ხართ და ძალიან ინტუიციური ადამიანი ხართ. კიდე რა ენერგიებშია თქვენთან დაკავშირებით. ცხრიანი თასები, თქვენ მისთვის აბსოლუტური ემოციური კომფორტის წყარო ხართ. ანუ ყველანაირი ემოცია რომ შეუძლიათ თქვენგან აიღოს, ხო? აი პრაქტიკულად თქვენით იყვებოს ასეთი მომენტია, მაგრამ არჩევანია აქ რაღაცა ფარულ ურთიერთობაზეა საუბარი, კი, ცეცხლთან თამაში, რაღაცა ასეთი ზედაპირული მომენტები, რომ აი მე, ნუ ხო, გასაგებია უკვე.
შესაძლოა ასაკობრივად თქვენ პატარებიც იყოთ, ან პირიქით ის იყოს პატარა, ხო, და ასევე სქესიც მამაკაცებმა და ქალბატონებმა თქვენს თავზე მოირგეთ. ხო, ну აი კვერთხები, რაღაცა და კიდე კვერთხები, ძალიან ისეთი სექსუალური, ძალიან ვნების მომენტები ფიქსირდება თქვენთან დაკავშირებით, მეგობრებო. ძალიან ისეთი ენერგიები მოდის, რომ თქვენთან დაკავშირებით. და კიდევ აი, ნახეთ კვერთხები და კვერთხები. ეს რატო გადმოხდა, რამე პრობლემა აქვს თქვენთან? რა თუ ავადმყოფობა გაქვთ რომელიმე, შესაძლოა რომელიმე ავადობდეთ, ახლა არ ვიცი. კიდე მითხარი, აბა რა ენერგიები. ანუ აი კვერთხები, სამიანი პენტაკლები გასაგებია ხა რაც არის, ხო? ახლის დასაწყისი რაღაცა. კარგი ფულადი ინვესტიციის ან პრემია ან საჩუქარი ან ხო რაღაცა ეგეთი მომენტები არის, მაგრამ კვერთხები, მიზიდულობა, მაგნეტიზმი, სასწაული, რაღაცა ეს საოცარი ენერგიებია მეგობრებო. კიდე კვერთხები. ოღონდ აქ რაღაცა არ მგონია რომ თადალაგებული ურთიერთობები გქონდეთ. აქ იმასაც ვერ ხედავ რომ ბლოკებში იყოთ, მაგრამ აი რაღაცა ბოლომდე გარკვეულ ურთიერთობას ხედავ. და მისი ენერგეტიკა ვნახოთ ახლა, აბა რა ხდება. მის ენერგეტიკაში რა ხდება? ნახეთ აბა. ხო, ну ფინანსურ ნაწილში ხათ შორის არა, გადასარევად მშვენივრად ვერ ვიტყვი. მაღალი არკანიც აგერ გვაქვს. მისი ენერგეტიკა რა გითხრათ? აჰა, არა, მე რა განდეგილიც მაინც მაღალი არკანია. მაგით აბა კიდე ავჩეხოთ დასტა. არა, არაფერი აქ მე რაიმე ცუდს და ნეგატიურს ვერ ვხედავ. ერთადერთი რაც არ მომწონდა დავაფიქსირე კიდეც და კი გამიხსნა მე რომ აქ სავარაუდოდ სამკუთხედის ენერგიები ტრიალებს. რაღაცა ეს მომენტი ხო. აბა ერთი წამით ამ დასტით ვნახოთ მისი ენერგეტიკაში რა ხდება. ჯასტიქ სამართლიანობა. არა. პირველი იმისგან განსხვავებულია, თუმცა ემოციებში ცოტა მეც აბა ეს რას ნიშნავს დამიზუსტე აბა რა ხდება. არა. აგიხსნით. არა. აქ მე დიდ გარღვევას ვერ ვხედავ. პირველისგან განსხვავებით აქ არ არის ეს მომენტები. ფინანსებში არა აბსოლუტურად ისეთი. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა ისეთი ადამიანიც იყოს, აი როგორ ვთქვა, რა საინტერესოა, რამდენი ხმლებით დამიფიქსირდა და რატო დამიფიქსირდა სიგნიფიკაციაში, როცა აქეთ ეს მომენტები მაქვს. ანუ რეალურად ეს ხმლები მისი მახასიათებლები კი არ იყო, გარემოებები იყო, ასე გამოდის და ენერგიებს მიყვებოდა. ამ მომენტისთვის ენერგიებს მიყვებოდა. შეხედეთ, რაღაცა დეპრესიული ფონი ამას მაჩვენებდა, თორემ აქ ის არ მიჩანს, რომ თვითონ იყოს კონფლიქტური და თვითონ იყოს აი ბრუტი და ავიდა რაღაც ესეთი მომენტი აქ არ მიფიქსირდება. პირიქით გამცემი და ისეთი ადამიანი ჩანს. არა, სამყაროსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა იცის. უბრალოდ ამ ეტაპზე განდეგილის ენერგიაც მიფიქსირდება. ნუ ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ მეგობრებო, ახლა ისეთ პერიოდში ვართ, რომ ეს სუფრები და ეს ჰარი-ჰარალე, ну, ლაიტმოტივად მოგდევს და მესმის რომ ფიქსირდება ეს ენერგიები. მაგრამ თვითონაც ნახეთ რა კარგი ენერგიებში. უბრალოდ ეს განდეგილის ენერგიაში შესაძლოა ჭირდებოდეს ყველა ადამიანს უჭირდება განმარტოება და რაღაცებში თვითგამორკვევა. ხო, რაც შეეხება მეორე დასტით ტრანსფორმაციაში კი ბატონო არის.
თანაც ძალიან საინტერესო სიკვდილის არკანია, მეგობრებო. უამრავი ბედაურია და ადამიანი კი არ ჯდება რომელიმეზე. თან მაღლა ნახეთ მთელი სამსაფეხურიანი ღრუბელია, მაგრამ ეს მაინც აი ისე იხედება თითქოს არც ერთი არ არის ჩემი და მე ჩემსაც თვითონ უნდა ვუშველო. არ არის ცუდ ენერგიებში ეს ადამიანი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს უმადურობის მომენტი ვიღაცაზე შეიძლება ოდნავ განაწყენებული იყოს ემოციურად, ხუთიანი ხმლებიც ამას მიდასტურებს, მაგრამ საერთო ჯამში არა განაგრძობს ცხოვრებას, პირიქით ნახეთ, თავისი კვერთხისკენ როგორ ვირბის, რომ არავინ დაასწროს და თვითონ აიღოს და თვითონ იყოს გამარჯვებული, თასები, კიდე თასები არა, ძალიან კარგი ენერგეტიკული მდგომარეობა, ამას ნამდვილად ცუდი არ აქვს. რაც არის, ის უნდა თქვათ, ხო? მადლობა მეორე ვარიანტს და სანამ დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ერთი რამ იცოდეთ, რომ საერთოდ ურთიერთობას როცა იწყებთ ადამიანთან, თუ რაღაც აი ვერ იგრძენით კომფორტულად თავი, ხო და რაღაცა ხვდებით, რომ თქვენზე ეს ადამიანი სწორად ვერ მოქმედებს, დროულად ეცადეთ ამ სიტუაციის გარკვევას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ურთიერთობებში ძალიან ხშირია ენერგოვამპირიზმი, გაუცნობიერებლად. ეს შეიძლება მამას ქონდეს შვილთან მიმართ, შვილებთან მიმართებაში, დედას ქონდეს შვილებთან მიმართებაში, ეს რამე სასწაული კი არ არის. უბრალოდ ეს არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარკვეული რაღაცა აღებმიცემობის კანონის დარღვევა, ხო, ზოგადად სამყარო ეთიკურ კანონებზე დგას და მინდა გითხრათ, რომ სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსები და კანონები ვერც მოვა ეთიკურ კანონებთან, ხო, სამყაროს ეთიკურ კანონებთან, რომელიც იმდენად ღრმაა და იმდენად რთული, ალბათ გაგიგიათ, ხო, აღმოსავლურ ფილოსოფიაში 108 კანონი, რომელიც სრულად არსად თავმოყრილი არ არის და ვერსად ვერ იპოვით, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და ყველა ვერ ეზიარება ამას, რჩეულთა ხვედრია, მაგრამ თუ ეს ეთიკური კანონები დავარღვიეთ და რითი ვარღვევთ, ძალიან უამრავი მომენტით ვარღვევთ და ეს ძალიან დიდ საუბარს მოინდო, ანუ დიდ დროს მოითხოვს, რომ ვისაუბროთ, ამიტომ ახლა მაგდინ დრო არ არის, იმიტომ რომ უკვე 47 წუთია და მე მეორე ვარიანტი დავასრულე სულ ახლა, ამიტომ მეგობრებო, ერთი რამ იცოდეთ, რომ სამყაროში ნივთიერება, ანუ ობიექტი არ არსებობს ენერგეტიკის და ინფორმაციის გარეშე, ანუ ინფორმაცია, ენერგეტიკა და ობიექტი არის ერთი მთლიანობა და ბიოველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი ავადმყოფობა სომატურ დონეზე ვლინდება ფსიქიკიდან გამომდინარე, სულიდან გამომდინარე, ხო? და უამრავი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება გქონდეს აი ამ სხვადასხვა დაავადებებს და რატომ არის ხოლმე რომ იტყვიან, რომ აი რატო უნდა ვაგოთ ჩვენ პასუხი პაპა ჩემის ცოდვაზე, ან პაპის ცოდვაზე, არა მეგობრებო, სამყარო ვერ ხედავს ადამიანებს, სამყაროსთვის პერსონიფიცირება არ ხდება, სამყარო ხედავს ველს, ენერგოველს და ეს ენერგოველი ერთი გვაქვს შთამომავლობას მიხვდით, უბრალოდ სხვადასხვა დეფორმაციას განიცდის გარკვეულ ეტაპებზე. მოკლედ ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მადლობა მეორე ვარიანტს, სხვა სიტუაციაში დამიწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ და განმოვცეთ ნებისმიერ დროს, ხო, ეს თემა. და მესამე ვარიანტი. და ნახოთ ვინ გადმოფრინდა და იყოს სამყაროს არკანით ვინ არის და ისეთი ქუდბედიანი ადამიანი, იღბლიანი ადამიანი, რომელიც შესაძლოა სამყაროს რჩეულიც იყოს ადამიანი, რომელიც ყველაფერში შანსებს ხედავს, შესაძლებლობებს ხედავს, წინ მიდის, ტკბება დღევანდელი დღით, ხო? სამყაროს ციკლურობით არ არის მაინდა-მაინც ტვინატკიებული, ანუ მან იცის, რომ რაღაცას რომ მიაღწია, ამით უნდა დატკბეს და აი რომ კარგად, ასე ვთქვათ, შეირკევს იმ მომენტს, გადავა სხვა ციკლზეც რა პრობლემაა, ხო? ანუ სრულ ჰარმონიაში ყოფნა სამყაროსთან რას ნიშნავს ამ ადამიანმა იცის. კიდევ ვინ არის აბა ეს ადამიანი, მანახეთ.
ხმელების დედოფალი არ შესაძლოა გაცილებული იყოს ეს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცია თუ ქალბატონია, ხო, თქვენის მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, საკმაოდ სამართლიანი, საკმაოდ ისეთი წესიერი, საკმაოდ სწორი, საკმაოდ განათლებული, გონება გამჭრიახი, გონება მახვილი, მაგრამ რაღაცა უფრო აი როგორი იცით, რომ ბედით აი პირად ურთიერთობებში რომ თქვა გამართლება არ აქვს და ადამიანი რომელიც არ გატკენს შენ თუ არ ატკენ შენ თუ ატკენ მე მოგიკნევს ხმალს მაგრამ უფრო თავდაცვითი მომენტები ახასიათებს და კიდევ ვინ ადამიანი რომელიც არ შესწორა რაღაც ახალ საქმეს იწყებს შესაძლოა ვიღაცას რაღაცას თავაზობდეს ვიღაცას ეხმარებოდეს ვიღაცას ასე ვთქვათ ხელს უმართავდეს ხო რაღაც აქ ფინანსური მომენტებით სამიანი თასებით სიგნიფიკაციასთან მიმართებაში ყოველში ასეთი ენერგიებია და ვინ არის განდეგილი ხო ადამიანი რომელიც მიღმიერად ფიქრობს მე არ წახან სწორად აღნიშნე სამყაროსთან მიმართ მანიცის ხო რა როგორ ისთვის და რატო და თავს არ იტკიებს ბევრ რაღაცაზე თავს იტკიებს იმ ნაწილში რომ თვითონ საკუთარი თავი შეიცნოს მეგობრებო თუ საკუთარ თავს არ შეიცნობთ ვერავის ვერ შეიცნობთ და საერთოდ ვერაფერს ვერ გაარკვევთ ბოლომდე და სულ იმაში რა ქვია ილუზიებში იქნებით იმიტომ რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს ვერ იცნობს ის სხვის შეცნობას ვერ შეძლებს დამერწმუნდით ამიტომ ჯერ საკუთარი თავის გაცნობიდან უნდა დაიწყოს ნებისმიერმა ადამიანმა და ეს ადამიანი ერთ-ერთი ძალიან კარგი სასიამოვნო ენერგიები წამოვიდა რა და გიმალოთ და ვნახოთ ახლა რა ენერგიებში არის რეალურად თვითონ არ ვიცი რაღაცა ილტვის ემოციებშია ცალსახად რაღაცა ისეთი თანადგომის ურთიერთგაგების სიყვარულის შეყვარებულობის ენერგიებიც მოდის რაღაცა ოჯახური ენერგიებია არ ვიცი აი ამ არკანით თითქოს მიელტვის რაღაცა სიცოცხლო ენერგიებს ხო ვარსკვლავის არკანით ფიქრობს ადამიანზე რომელიც მისგან შესაძლოა შორსაა და მეორე მაღალი არკანი იეროფანტის არკანი რა ენერგიებშია შეიძლება ლექტორია შეიძლება მასწავლებელია შეიძლება ვიღაცას რაღაცა ცოდნას უზიარებს შეიძლება პრაქტიკოსია ყოველ შემთხვევაში რაღაცით გამორჩეული ადამიანი ცალსახად არის ან თვითონ ურთიერთობს ასეთი ტიპის ადამიანთან ამ ეტაპისთვის ადამიანი რომელიც დღეს ტრანსფორმაციაშია ოღონდ მე ამ დასტაში ამ არკანზე ხშირად ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას რომ ნახეთ აქ მთლიანად კოშკი არ არის მოხეული საძირკველი დგას ხო ბალავარი ფეხზეა ასე ვთქვათ საყრდენი მხოლოდ თავია კოშკურის მომსხრეული და ანუ პერსპექტივა იმის რომ ამაზე კიდე რაღაც დაშენდეს ეს მომენტი რჩება აქ და აი ამ არკანით კიდე ძალიან დაგღალეთ მე მგონი ამ არკანზე საუბრით ღვთიური შუქი და სტიქსის ბინარე და მიჯნა და გზაგასაყარი და სასიცოცხლო ენერგიები ხო აი ამ წყობაში ეს კოშკის არკანი ნეგატიური ინფორმაციის მატარებელი ცალსახად არ არის. უბრალოდ აქ რაღაც არჩევანის მომენტი ყველა შემთხვევაში ექნება ადამიანს. მარჯვნივ წავიდეს თუ მარცხნივ კვერთხები ზოგადად იცით თქვენ რომ საკმაოდ დადებითი პოზიტიური ენერგიების მატარებელი მასტია, მაგრამ ორია მაინც გაყოფილი ენერგია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ შანსები ბევრი აქვს ამ ადამიანს თვალწინ გადაშლილი. და აგერ კვერთხების მეფე. ნუ რა ენერგიებშია. შესაძლოა ძალიან ისეთი წარმატებული პროექტების პირობებში იყოს ახლა რაღაც პროექტებს მართავდეს შესაძლოა რაიმე სამსახურის ხელმძღვანელი იყოს შესაძლოა რაღაც ახალ ბიზნესს აკეთებდეს ძალიან ქარიზმატული ძალიან თვალში მოსახვედრი ადამიანია თავისი გარეგნობით თავისი ქარიზმით თავისი კულტურით, თავისი განათლებით და აი დამიზუსტება ეს რასთან დაკავშირებით გასაგებია რომ აქ ფიგურირებს მაინც თასები. რაღაც აქ მართლა ემოციების, ღრმა ემოციების მომენტი მოდის, რომელიც ძალიან დიდ ვნებებთან დალტოლვებთან ანუ კომბინაციაშია, ხო? და ადამიანი რაღაცა აი იმ კოშკის არკანითაც ახალი შანსის მოლოდინშია.
აბა ახლა ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით, კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობ, რა ენერგიებში რას ფიქრობს არა მაპატიეთ. თქვენთან დაკავშირებით რა ენერგიებში არ მეგობრებო. და ნახეთ, ესე იგი ის ენერგიები აქ თქვენ გიკავშირდებოდათ. თქვენ ან პაუზაზე ხართ, ან დისტანციაზე ხართ, ან სხვა ქვეყანაში ხართ, ან სხვადასხვა ქალაქში ხართ. სიშორე თქვენს შორის მანძილი ყოველ შემთხვევაში არის. ან პირდაპირ მნიშვნელობით ცნობად ისახე ხართ, ან უბრალოდ იმ ადამიანისთვის ხართ აბსოლუტურად ყველაფერი, ხო, როგორც ის კრისვარსკვლავი ელცაზე, ისე ხართ თქვენ დედამიწაზე მისთვის. აბსოლუტური სასიცოცხლო ენერგია. აი თქვენს გახსენებაზე რომ ცხოვრება ხელახლა უნდება ხო როგორ არის იქ ფილმი რომ არის ერთხელ ამერიკაში ხო დებორაზე რომ ამბობს ის პერსონაჟი თავარი პერსონაჟი რომ ანუ იმის გაფიქრებას კი რომ ის არსებობს უკვე მაცოცხლებს ხო აი რაღაც ეს მომენტი მოდის აქ თქვენთან დაკავშირებით აი დუხს და გადმოდუხს პირდაპირ მნიშვნელობით სასწაული აქ სექსუალური ენერგიები ძალიან დიდი ტრიალებს. ნახეთ როგორი მომენტი აქვს თითქოს რაღაც ახალდაწყებულ ურთიერთობას უყურებთ ასე მგონია მეგობრებო და რაღაცა დრო მალევე გაფუჭებულ სიტუაციას თითქოს სადაც ეს ადამიანი კი ნაღალატევად რაღაცა ისეთ გულგატეხილად გრძნობს თავს და პრაქტიკულად აღარც ჯერა რომ წინ რამე იქნება უძილობა შფოთვა დარდი დეპრესია ხო ემპათია ეს მაპატიეთ ემპათია რა შუაში იყო და სიტყვები მოუწდება უკვე ხო კარგით რა მნიშვნელობა აქვს ნეგატიური მიმართულებით უნდა მეთქვა ხო ემოციური ფონი მაგრამ თასების რაინდია ხო თასების რაინდია რომელიც ძალიან წესირია ძალიან პატიოსანი ადამიანია ძალიან აი კი ახალგაზრდა ბავშვურ ენერგიებშია მაგრამ რაღაცა კონტაქტზე გამოსვლას შეიძლება ფიქრობდეს თქვენთან რა ხდება არ ვიცი ან თქვენ გრძნეულ ქალად აღიქვამთ მაგრამ არა აი უნდა მეთქვა და გავჩერდი და რა მნიშვნელობა აქვს შევიკავებ არ შევიკავებ თავს არჩევანი მიფიქსირდება რაღაცა აქ ფარული ენერგიები მოდის მეგობრებო ესე იგი ის რაც მე ოჯახი მაჩვენა და იქ ოჯახთან გასაგები იყო უკვე მაგრამ აი არ მინდა ხოლმე რომ ყველა ვარიანტში რაღაცა სამკუთხედები წამოვიდეს მაგრამ აქ არის ამისი ძალიან მაღალი ალბათობა აქ რაღაც ფარული ურთიერთობა და რა ხდება კიდევ თქვენთან დაკავშირებით ხო თქვენთვის აი მართლა თლიანად რაღაცა თითქოს სამყარო აი სამყარომ გამომიგზავნა ეს ადამიანი ესეთი მომენტი აქვს მაგრამ რაღაცა მორალურ თქვენ იცით რომ სამართლიანობის არკანის უფის ტაროში უფრო მორალურ ზღვარზე გადის ხო რაღაცა უფრო მორალურ სამართალზე რაღაცა მომენტი ის აქვს რომ აი მორალურად რაღაცა თითქოს ვერ მაგრამ არა და ძალიან ეჩქარება თქვენთან დაკავშირებით ძალიან უნდა რომ მოვიდეს ესე აი ექსიანი კვერთხები თითქოს წარმოვიდგინე კიდეც მისი გარეგნობა და სახე ხო აი ხა მართლა გულწრფელად ენერგიებიც კი მოვიდა და ბალსაპულოს თქვენთან რაღაცა ის გამარჯვებული ენერგიებით ყველა მიმართულებით ხო განსაკუთრებით ვდენბებით და ინტიმური მომენტებით კარგით და მისი ენერგეტიკა რა მდგომარეობაში არის მონახე აბა ახლა მის ენერგეტიკაში რა ხდება ანუ ხმლების მეფე ერთი წამით გასაგებია გეტყვით მეგობრებო ეს რასაც ნიშნავს ეხლა რა მოვიდა გასაგებია ხო პირველზე უკეთესი და მეორეზე უარესი ენერგეტიკული მდგომარეობა ვარიანტებს გულისხმობ
ხმლების მეფე აქ დააკვირდით, წამოწოლილია, ხო, რაღაცა სხვა მხარეს გახურებს, თითქოს რაღაცას ელოდება, ხმალიც ესე დაბლაუდებს, აი რაღაცა მაინც ცოტა ისეთი პასიური ენერგიები მოდის, ხო? აქ რომ არ ფიქრობს, რისკებს რომ არ აფასებს, აი ეს მომენტია. ენერგეტიკაზე როცა ვსაუბრობთ, მის ენერგეტიკაზე, მეგობრებო, მის ენერგეტიკაში არის პატარ-პატარა გარღვევები, ნახეთ, ეგრეთ წოდებული ველის დეფორმაციები აქ შეინიშნება, მაგრამ ამ ადამიანს შველის ის, რომ აი თავის ბავშვობასთან ჯერ ბმა არ აქვს გაწყვეტილი და ცდილობს რომ მოუაროს იმას, რაც ჩააბარეს, ხო, თუნდაც თქვენთან ახალდაწყებულ ურთიერთობას, მაგრამ აქ ცოტა წასახმარებელი არის მისი მომენტები, იმიტომ რომ ილუზორული შიშებიც აქვს, თითქოს აი 8-იანი ხმების უფისტაროში დააკვირდით, გოგონას აქვს თვალები ახვეული და გისოსებია, ხო, ანუ კითხვის ნიშანი გინდა არ გინდა გიჩნდება, რომ ეს გისოსები მართლა არსებობს თუ ამ გოგონას გონია რომ არსებობს, იმიტომ ის ვერ ხედავს, ხო? ეს ენერგია ამ დასტაში განიხილება, თუმცა პირდაპირ მნიშვნელობითაც შეიძლება ბლოკები, ძალიან ბევრი ბლოკები ქონდეს და გასახსნელი იყოს მისი ძალიან ბევრი ცხოვრებისეული კვანძი. იმიტომ რომ სამყაროში, მეგობრებო, არ არსებობს ნებისმიერი ობიექტი ენერგიის და ინფორმაციის გარეშე, ხო? ჩვენ ადამიანებიც ვართ ერთობლიობა სხეულის, სულის და ინფორმაციის, ხო? ორივე სხეულის და სულის ინფორმაციის მატარებლები არიან თავისდაუნებურად, ოღონდ სხვა ინფორმაციის მატარებლები. ფსიქიკა და სული კიდე ეს, აკაშის ქრონიკები ალბათ ყველა მიცით, კარმა მაინც მინიმუმ ყველას გაგიგიათ და მაგრამ ერთი მომენტი ის არის, მეგობრებო, რომ ბიოველის დეფორმაციები ძალიან რთულად სანახავია რიგითი ადამიანისთვის და ვინც ხედავს კიდევ ამ დეფორმაციებს, ხო, ამის გასწორება ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ ჩაჭური რეაქციით ეს შესაძლოა იყოს გადაბმული შვილებთან, მშობლებთან, ბებიებთან, გარშემომყოფებთან, ამიტომ სულ ამას ვამბობ, რომ პარტნიორი, რომელთანაც თქვენ გაქვთ ემოციური ბმა და ფიზიკური ურთიერთობა, სექსს გულისხმობ, ძალიან სწორად უნდა იყოს შერჩეული, იმიტომ რომ არ აღმოჩნდეთ სხვების კარმულ ბადეში. თუ სურვილი გექნებათ ამი კომენტარით და ამაზე ცალკე სხვა დროს ვისაუბრებ, იმიტომ რომ ხა მე ვუყურებ უბრალოდ დროს და უკვე საათზე მეტია ვსაუბრობ. სულ ეს იყო მესამე ვარიანტი, მადლობა დაგიბშვიდობებით, დროებით შემოკარგებოდა მომავალ შეხვედრამდე.